მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი ყველაფერი ესთეტიკაზე, რიგით მე-7 ეპიზოდი და მე ნინო წიფურია, ჩემს თანაწამყვანთან სოფიო თოიძესთან ერთად ვაგრძელებთ საუბრებს ესთეტიკურ სილამაზეზე. დღეს ჩვენი სტუმარია ექიმი ნევროლოგი, კლინიკა რემედიცის დამფუძნებელი დავით ქურთუბაძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. წინ გველოდება ძალიან საინტერესო საუბარი, როგორც სოფო მითხრა, თავიდან კი როცა მითხრა რომ უნდა ექიმი ნევროლოგი დავპატიჟოთ, ვკითხე რომ რა შუაშია ნევროლოგის დაბერებასთან, ნაოჭებთან და სახესილამაზესთან თქო და ესე დამაყენა სარკის წინ და მითხე ხლა მოიხარეო და შეხედეო შენს თავს თუ მოგეწონებაო და ძალიან არ მომეწონა. ეხა გაიმართო კისერიაციო ბეჭებში გაი ეხა შეხედეო, ეხა ძალიან მომწონს მეთქი. აი ეს კავშირი არის სილამაზესა და ნევროლოგს და ხერხემალსა და ზურგს. ნევროლოგია ყველას ვინც წარმოადგენია რაღაც ინსულტი, რაღაც ნერვის ანთება და ასე შემდეგ. არა, ნევროლოგია არის ფუნქციური ნევროლოგია, რაც გამოიხატება ჩვენ მოძრაობის დარღვევებში, თუნდაც ტანდეგობაში. ეს ჩანს ყველაფერი, ხო? ეს მე ადამიანი აფასებს ამას როგორც სილამაზეს, არასილამაზეს, იმის და მიხედვით როგორ არა პირდაპირ კავშირშია. აი ტანდეგობა ახსენეთ ახლა თქვენ და ზუსტად ეგ მაინტერესებს, რომ აი ტანდეგობა სახესზე, ნაოჭებთან და დაბერების დაჩქარებასთან, ან ლამაზად დაბერებასთან რა კავშირშია? აი ქალბატონ, ბევრი ქალბატონი გვიყურებს ახლა და ალბათ ყველა დაინტერესებდა. ნაოჭები რა თქმა უნდა. ბევრ შემთხვევაში აქ გენეტიკასთანაც არის და ცხოვრების წესთანაც არის. ის ემოციები, რაც ჩვენ გვაქვს, რა ემოციას განიცდის, სახეზე აგვესახება. ერთი და იგივე ემოცია იმის დამიხედვით, რამდენჯერ მეორდება, ეს აღიბეჭდება და ასე ვთქვათ, ფიქსირდება ეს. შესაბამისად ჩვენი სახეც ხო ამნაირად. იმის დამიხედვით, რა ემოციები დაფიქსირდება, იმის დამიხედვით გამოვიყურებთ მეტად ესთეტიურად, მიუხედავად ნაოჭებისა, როცა სახე გიღიმის და 1000 ნაოჭი გაქვს, მაინც არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება ნაოჭი არ ქონდეს, ისე სახით გამომეტყველება ქონდეს, რომ არანაირი ესთეტიკური სიამოვნება იმისგან არ ღებულობთ. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციები ყველაფერი დაცული იყოს. ეგეთი ხდება. იმიტომ რომ ხასიათის განსაზღვრავს ამას. ამას არის შენი მდგომარეობა, შენი სულიერი მდგომარეობა. ეს არ შეიძლება განიხილოთ ცალკე რაღაც სახის კანი და ის მე მოვჭიმე. იმიტომ ფასია, რაც ჩვენი ძირითადი საყრდენია. ძირითადი საყრდენი არა მარტო ხერხემალია, ფასია. ფასია არის ყველგან. აი ფასიოლოგები ესე ამბობენ. ფასია რო დატოვო მარტო სრული წარმოდგენა შეიძლება შეგექმნას ორგანიზმზე. ნერვი არა. არის ორგანოები, სადაც ნერვი არ არის. არის ორგანოები, სადაც სიზარღვე არ არის. მაგალითად დისკი თუნდაც მართლაშუა დისკი. 25 წლის მერე გარანტირებად და იქ სიზარღვე არ შედის. იქ არ არის. მაგრამ ფასია ყველგან არის. და ეს ყველაფერი, ყველა ფასია, ყველა ორგანო ერთმანეთთან დაკავშირებული ამ ფასიით. ფასიოლოგები განიხილავენ მას როგორც ერთ საერთო ჩონჩხს მრავალი სექციით, როგორც უჯრედში, სადაც განლაგებულია სხვადასხვა ორგანოები. თუ ერთგან სადღაც რაღაც შეიჭმუქნა, მოიჭიმა, ეს მთელს ხილს, როგორც საინსამიდე სისტემაში გადაეცემა. სადღაც მოდუნდება, სადღაც მოიჭიმება, სადღაც გადავიწევით, ეს შეეხება როგორც საერთო ტანდეგობას, ისე ჩვენი სახის დალაგებას, სახის მდგომარეობას. ამდენი გინახეთ, რომ დავაკვირდეთ, სახე არის ასიმეტრიული. უმეტესობის სახე არის ასიმეტრიული. ანუ ფოტო რო გადავიღ, შუაზე გავყოთ და გავასარკევოთ, ორ სხვადასხვა სახეს მიიღებთ. ზოგს ეს მეტად ეთყობა ეს. და ამასაც თავისი მიზეზები აქვს. კუნთების არასწორი მუშაობა, იკტონოსის დაქვეითება. ამასაც ძალიან ხშირია სახის ასიმეტრია. თუ დაკვირდებით ერთი თვალი ვიწრო, ერთი ცხვირი ცოტა სხვანაირად მიდის. სახე ცოტა ესეთია. რო დგას თითოს დგომას, თითქოს ერთი ყურით ცოტა ქვემოთაა. ამ დროს ხშირად ეს დაკავშირებული არის საფეთქო თვალების სასართან კონკრეტულად საღეჭკუნთან. თუ აქ არის ტრიგერული წერტილები, თუ აქვს ადამიანს ბრუქსის და 1000 სხვა მიზეზების გამო ეს პრობლემა, გვაქვს ასიმეტრია, როგორც სხეულის, ასე სახესაც. მე ხშირად მინახია ბავშვებში ეს თუნდაც მიზეზად სკოლიოზის მიზეზად. სკოლიოზის მიზეზად. მაინც ბატონო დავითით რა მაინტერესებს ეს უკვე განცდა პრობლემა არის ძალიან ბევრი არასწორად გებულობს და
მაინტერესებს ფასციალური მასაჟი, რამდენად მიღებული არის ასე სახეზე. იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურად, ძალიან ბევრი სპეციალისტი და ძალიან ასეთი მოდური თემა გახდა. კი. ძალიან მოდური არის და მე ცოტა ხო, მე ვუყურებ ძალიან ცოტა ესეთი სკეპტიკურად არა. მეშინია. კი. და არის თუ არა აი ეს ჩემი მეშინია ის ყველაფერი დამოკიდებულია სპეციალისტზე. რა დონეზე აქვს ეს შესწავლილი. თუ ჩვენ ვიღებთ მარტო მასას, სახის მასას. ნუ ეს არის სერიოზული შედეგი მიიღოთ ყოველ შემთხვევაში ხანძლივ დროში. ან ერთად დაიფოროს კიდევ უარესი რაღაც არ მოხდეს. რატომ და ჩვენთან კუნთები, ყესები დალაგებული აქვს ის ეგრეთ წოდებულ მიოფასიურ, ყეს-კუნთოვან ჯაჭვებად, რომლებიც იწყება ფეხის თითიდან თავდება თავამდე. და შესაბამისად ეს არის აღმავალი და დაღმავალი ჯაჭვებიც. არის სპირალური და ასე შემდეგ, რმა, განივი და ასე შემდეგ, 1000. ეხლა თუ ჩვენ მუშაობთ ამ ჯაჭვის ერთ ნაწილს, სადღაც რომელიღაც კუნთს, რომელსაც ყველაფერი კავშირი და მიზეზი ამ დროს ჩვენი ამ იყოს იმ ჯაჭვის სხვა ნაწილში და უმეტესად ეგრეთ ხდება. ამიტომ მე ვმუშაობ აი ეგრეთ წოდებულ შედეგზე და მიზეზს არ ხსნი. მაშინ რა გამოდის? მაშინ ან დროებითად ვმუშაობ. ეს უნდა იყოს განხილული ერთიანად, ერთ სისტემაში და ამ თუ ეს ცოდნა აქვს ამ ადამიანს, ვინც ამაზე აკეთებს, გაუმარჯოს ნამდვილად. ანუ მაინც კიდე ესეთი კითხვა მაქვს ჩვენი ქალბატონები, ჩვენ ყველა ძალიან დიდ თანხას ვხარჯავთ თავის მოვლაში. რა თქმა უნდა, რომ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდა, არა მარტო ქალბატონები, მამაკაცებიც. ანუ არის თუ არა მიზეზი დაბერების, ასე ვთქვათ, შეიძლება ცუდი სიტყვა და ესე დაბერების ცუდად ჟღერს, მაგრამ მიზეზი ხერხემალი, კუნთი, სისხლის მიმოქცევა არის გამომწვევი დაჩქარების. მოდით დავარქვათ რა არის დაბერება. ძალიან კარგად გავიგოთ რა არის. მე თუ ნაოჭი გამიძა დავებერდი, ხო? ნაოჭს კიდე არ ვთვლი, ბუნებრივი პროცესია. კონდროზე გვაქვს, ხო ესევე როგორც ჩვენი ხერხემალი ბერდება, ესე ბერდება ჩვენი კანიც და ეს არის ბუნებრივი პროცესი. ამას ვერ შევეწინააღმდეგებით. არსებობს ნაადრევი, არის სინდრომები, ნაადრევი დაბერების სინდრომები და ეს სალკე იშვიათი დაავადებები საბედნიეროდ, მაგრამ ეს ყველას მოდის. ამითი ვერ შევაჩერებთ. თუმცა შეიძლება რაღაცების გამოსწორება. ყველაზე კარგი, რა თქმა უნდა, სისხლის მიმოქცევაც, ბიოქიმია ჩვენი კუნთოვანი სისტემა, ძლოვანი სისტემა, ყველაფერი ამასთან კავშირში. ერთმანეთთანაც კავშირშია. შეუძლებელია სხვანაირად იყოს. ეს არ არის მარტო მე ხომ მკუნროლობ ხერხემალს და დანარჩენი. არა, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ემოციას, ჩვენი ბიოქიმიას, ჩვენი მოძრაობას და ჩვენი ტანდეგობას. აი გინახავთ თუ ადამიანი ეხა თუ სხვა რამისგან არ არის და სხვა და ესე მოხრე. არა, ესე რო და კი, და რა აზრის გეკნევთ მის ფსიქიკაზე? ის ვერ არის ბედნიერი ალბათ. ხო, მოწყენილი. შტაბეჭდილება ეგეთია. მაყოფილი ბედნიერი ადამიანი რაღაც პროცესს გამართულა დადეს. აი ხვდებით უკვე ასხივებს რაღაც ბედნიერებას, ადამიანური წყაი ბედნიერებას ასხივებს. სახეზე აწერია. სიმშვიდე გამართულა დადეს. ფუნქციონირებს მისი ორგანიზმი ნორმალურად, მისი ფსიქიკა ნორმალურად ფუნქციონირებს. იმის ნაოჭებიც აღარ აჩენს. ხვდებით, გაჩნდა ჩვენ რას მივაცეთ ყურადღებას. აი ესეთიკურად რა არის ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანი ნაოჭი არ მქონდეს თუ სახე ბედნიერად და განათლებლად გამოიყურებოდეს. რა უფრო მნიშვნელოვანია? ბედნიერად გამოიყურებოდეს. ადამიანში რას აკითხო პირველად რო შეხედავ, ხო? აი აურით მოდის, ხო? აი აურას ძალიან მნიშვნელობა. სულ არა, გადაპრიოლებს საქმე პირდაპირ შეიძლება გავიფრო, აგერ აჭიმულია და გათიხავეთ და რა მერე. იმის იქით პრობლემა, რომელიც ქალბატონებს გვაწუხებს, ღაბაბი. და ხშირად ახლა ამ ბოლო დროს მაინც გვეუბნებიან, რომ ეს არის არასწორი წოლის პროცესი, ჯდომის პროცესი, მუშაობის, კომპიუტერი, ტელეფონი, მიზეზი არის ეს. არა, ეს ადრეც იყო, ეს ხო ადრეც იყო. ხო, ყოველთვის იყო, მაგრამ აი ახლა ძალიან არის. პატარებს აქვს. პატარებში გადავიდა იმდენი დაავადება ახლა პატარებში, რომ არ არის გასაკვირი, ეს ცალკე თემაა, ეს იმდენად შეგვეცვალა ჩვენ გარემო ბოლო 10 წლებში, იმდენად შეეცვალა ჩვენი საცხოვრებელი გარემო, ეკოლოგია. თუნდაც კვების ტიპი, კვების სტილი
რას ჭამთ, რას უნდქავთ, რას სვამთ, ძალიან რთულად რატომ ხდება ეს კიდე ნუ ეს ძალიან სხვა თემაა, ეგ ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე არც ხრის ლაპარაკი და ეს რა არის? ეს არის ენის ფსკერის კუნთები, რომელიც მოდუნდა. რატომ მოდუნდა? რატომ მოდუნდა? უნდა იპოვოს მიზეზი. როგორც გითხარით, ყველაფერი კავშირშია. აი ეს უნდა განიხილო ორგანიზმი ერთიანად. და ხან ახლა ყველა კუნთი და ყველა ეს ჯაჭვი დაკავშირებული არის გარკვეულ ორგანოსთან. არის ორგანოსპეციფიური კუნთები. იყო სხვათა შორის მაგენდოვიჩი, ეგეთი პავლოვის მოწავლე 37-ში აგზალის მეზიწიგნები. მას მერე რაც მოხდა გასაგებია და მას ჰქონდა აღმოჩენილი, რომ პავლოვის ძაღლი, რომელსაც პისტოლა ჰქონდა, კუჭეს. და რომელსაც დაუჭირდა ეს პისტოლა, ვერ იჭერდა ამ ფეხებს. ხო, მერე წავიდა ექსპერიმენტებს, სხვა ორგანოს აღიზიანებდა და სხვა კუნთი სუსტდებოდა. ანუ აღმოაჩინა, რომ ორგანოები კავშირში არის კუნთთან. ჩვენც იგივე კუნთი გვაქვს ეს, კერდის კუნთი. ჯაჭვური რეაქცია. კუჭთან არის კავშირში. მუხქოშა კუნთი ნაღლის ბუშტან მაგალითად. შეიძლება ვიზუალური დიაგნოსტიკით მიხვდე, რომ ადამიანს რა ორგანოში შეიძლება ქონდეს პრობლემა და ასევე ორგანო კავშირშია ემოციასთან. და იმით ვიზუალური დიაგნოსტიკით შეიძლება მოახდინო ფსიქოდიაგნოსტიკას, რომ რა ტიპის ადამიანი იქნება. ამიტომაც თუნდაც აი ეს ჩვენი ტანდეგობა, ეს ადამიანის შეხედვა ვიზუალური, ეს შეიძლება ეს ცოდნაა და იცი და აფასებ. არსებობს კიდე ქვეცნობიერება. აფასებ აი ამ კრიტერიუმით ქვეცნობიერ აფასებ. კიდე უბრალოდ მე არ ვიცი რა კრიტერიუმით, მაგრამ ესენის ფასდება ქვეცნობიერად ადამიანთან ზოგთან გიჩნდება სიმპათია, ზოგთან არ გიჩნდება სიმპათია. მიუხედავად ამისა, ვიღაცა შეიძლება იყოს აი აღიარებულად თუ ლამაზესად, მაგრამ აი არ გინდა რა იმასთან ურთიერთობა. ადამიანთან რომელიც არის, ნუ აი ვიტყვით საშუალო გარეგნობის რაღაცა და ძალიან დიდი სიმპათია გიჩნდება გინდა. რატო? ხედავ რომ თუნდაც მარტო ტანდეგობით ერთი დალაპარაკების გარეშე. რომ მაშინ ჩანს აი ეს რაღაც ჰარმონია, აი ეს ემოციის, კუნთოვანი სისტემის, ბიოქიმიის, რაღაც ჯანმრთელობის. ყოველთვის გიხარია ესთეტიკა. არის რა, ჯანმრთელი ადამიანი ყოველთვის ესთეტიკური. მარტივად ვთქვა. ჯანმრთელობა კიდე გამოიხატება ჩვენს ორგანოების ჯანმრთელობაში, იგივე ჩვენს სახსროვანი სისტემა და იგივე ტანდეგობა და სახის გამომეტყველება, იგივე ემოცია, რომელიც სახეზე გაწერია და ტანზე გაწერია. რო ხარ ჩაკეტილი ცოტა ტიპიც ხდები, სახე სხვანაირი ხდება. გეცვლება ყველაფერი. ხო, ეს ხო ზოგჯერ რაც ვაცნობიერებთ, ისე უყურებთ, ხო? ძალიან საინტერესოა. დასაფიქრებელია ძალიან. აი სკოლიოზე ახსენა სოფომ და ვაინტერესებს რამდენად ხშირი არის. საკმაოდ. ეს ქალბატონებში და თუ არა მარტო ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ არ ბევრს არც უფიქრია და შეიძლება არც ის რამდენად მნიშვნელოვანი არის ზურგი და ეს სკოლიოზის პრობლემა ზოგადად ქალისთვის, მით უმეტეს მის სახეზე აისახება შემდეგ და აი თუ არის რაღაც გამოსავალი და ის არის როგორ არა ნუ და მიზეზი რა არის აი იმისი რომ ძალიან ბევრი მიზეზი აქვს მასე ვერ ვიტყვით როგორც გითხარით ჩვენი კუნთი ფუნქციონირებს კავშირში ემოციასთან ბიოქიმიასთან ბიოქიმია ეს რა არის ეს ის რასაც თუნდაც რას ვჭამთ რასაც ვღებულობთ რაც ჩვენთან ხდება ორგანიზმში როგორ ინელებს აი ამ ყველაფერს მე ჩვენი ორგანიზმი მთელი ჩვენი ეს მიკრობიოტას რო ვეძახით მთელი ჩვენი მიკროსამყარო თუ მაკრო აქ რამხელა აი ყველანაირად აბა ამოუცნობი პლანეტა 4 კილოგრამამდე კი ბატონო რაც ჩვენთან ცხოვრობს ეს ყველაფერი იმათთან ერთად როგორ ავათა ეს ყველაფერი კავშირშია ერთი სისტემის დარღვევას მაგალითად გამოყენებით კინეზოლოგია რომელსაც საკმაოდ რეალურად არის ფუნქციური ნევროლოგია და ამას ხშირადაც ვიყენებთ აი კუნთოვან დიაგნოსტიკაში და კურნალობაში აღიარებს დაავადების სამ ძირითად მიზეზს ეს არის ბიოქიმია სტრუქტურა და ემოცია როგორც ჯანმრთელობის სამ კუთხეს განიხილავს ერთი გვერდის დარღვევას კი ამ სამ კუთხეს არღვევს შლის ანუ ერთიანად უნდა აღიქვა ორგანიზმი ერთიანად უნკურნალო კიდევაც ანუ სკოლიოზის რაღაცის შედეგია ბევრი მიზეზი აქვს ამას როგორც გითხარით ზოგს შეიძლება ბიოქიმიური კონდეს ზოგს ემოციური ნუ იშვიათად
უმეტესი სკოლიოზი კუნთოვანი სკოლიოზი, ეგრეთ წოდებული იდიოპათიურობის სახით, ანუ არ ვიცი რა სკოლიოზი. კუნთოვანი სკოლიოზი უმეტად. ეხლა არსებობს კი მალების ანომალიები და სხვადასხვა იშვიათია. ეს იშვიათია. უფრო ხშირი არის კუნთოვანი სკოლიოზი. აი აქ უნდა ვეძებოთ რატო არის ეს კუნთები, სად არის ფასია მოჭიმული, რა უნდა გავათავისუფლოთ და ზოგჯერ ყოფილა რომ სკოლიოზის კუნალობაში ვიყენებთ ანტიპარაზიტულ პრეპარატებსაც, ანუ ვალაგებთ ჩვენს ბოლოს საინტერესოა ეს. ყველაფერი კავშირშია. ყველაფერი ჯაჭვური რეაქცია ორგანიზმში. ჯაჭვური რეაქცია. შეიძლება რაღაც ტრავმა გინდა, ფსიქოტრამა გინო, ფიზიკური ტრავმა, ორგანიზმის ტრავმას იმახსოვრებს. იმას ტრავმას იმახსოვრებს და იმ ტრავმიდან აწყობს მერე თავის ფუნქციონირებას, მათ შორის მოძრაობასაც. აი ეს ტრავმებიც უნდა გავითვალისწინოთ, ნაწიბურები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ამიტომაც კომპლექსურად უნდა უყურე ამას. თუმცა მე იმას ვამინდა, განსაკუთრებით მინდა ახლა ჩვენს ფენელებს ეს ვთქვა, რომ არ შეეშინდეთ სკოლიოზის. ესეთი კატასტროფაც არ არის. ახლა მე მინახავს მეოთხე ხარისხის სკოლიოზი ბუნებრივი მშობიარობი. რატომაც აქ არანა ახლა ადრე იყო რომ ეს არ შეიძლება, ქართულიც არ შეიძლება ამ დროს. არა, ქართული კი არა, სამეჯლისოები არ შეიძლება, 1000 კამათი ყველაფერი შეიძლება. არაფერი შეზღუდული არ ახლა. უბრალოდ სკოლიოზი არის მეტი რისკი რომ განგივირთადეს ტკივილი და ამ შემდეგ. ანუ თუ მიხედავ მეტი შრომა გინდა შენ თავზე რომ მიხედილი იყო. საერთოდ არ შეგეთყობა. მინახავს გამოხატული სკოლიოზით ადამიანი რენტგენზე რო უყურებ, შეხედავ არ ეთყობა. აი არც განიხილავ რომ სკოლიოზი აქვს და ზუსტად აი აქ მომედეს. თუ თავის სწორად უჭირავს. ტანიც უჭირავს. ეს იმდენად კომპენსირდება. ვიზუალურად არა. არაფერს ცხოვრებაში ხელს არ უსვამს. სრულ ყოფილი ცხოვრების და არაფერში არ უშლის. გასაგებია. მაგრამ მაინც მისახედი. უბრალოდ მეტი შრომა უწევს სხვასთან შედარებით. რამდენად მიგაჩნიათ სწორად თქვენ იცით ალბათ ეს ვარჯიშები face building-ის სახის ვარჯიშები ესეთი. რამდენად ეს მისაღებია და რეალურია. მე მინახია ძალიან ბევრი ვარჯიშობს ეს სოციალური ქსელი მით უმეტეს დღესდღეობით აჭრელებულია ამ სხვადასხვა სპეციალისტების მიერ, მაგრამ მე მინახია გაუნებებიათ თავი და უარესი. კი ბატონო, კი. რა ეს ვავარჯიშებთ რას? კუნთს. კუნთი რო ვავარჯიშოთ, ის უნდა ფუნქციონირდეს ნორმალურად, ხო ლოგიკურია. რა თქმა უნდა. თუ რაღაცის გამო ის არ ფუნქციონირებს რო ვარჯიშო, რა მოხდება? დიდი არაფერი. ამიტომ სანამ მე ვარჯიშს დავიწყებდი, ყოველთვის გამოტოვებული არის აი მიდის რეაბილიტაციური ვარჯიშები და ყველას გამოტოვებული აქვს კუნთის ერთ-ერთი ფუნქცია. ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ჩემთვის ეს არის მისი ტონუსი. კუნთის ტონუსი. ეს ის ტონუსი არ არის ახლა რო კიდევ და გვასწავლეს კუნთი ტონურია, ჰიპოტონურია. არა, ეს არის ტონუსი კუნთის რეაგირება, კუნთის რეაგირების სისწრაფე და მისი ჩართვა მოძრაობაში. მოძრაობის ცოტა მარტივად ვიტყოდი არა სამედიცინოდ მოძრაობაში მონაწილეობს რამდენიმე კუნთი. მათ შორის ერთ-ერთი არის ამ მოძრაობისთვის, კონკრეტული მოძრაობისთვის მთავარი კუნთი. მთავარი კუნთი. ის უნდა ირთვებოდეს და მას უნდა მიყავდეს ეს მოძრაობა. დამატებითი კუნთები ირთვება დამატებითი ძალის საჭიროებისას. მაგრამ თუ ტონუსი არ აქვს ამ მთავარ კუნთს, ის ვერ ასწრებს დროულად ჩართვას მოძრაობაში, ტვინის ბრძანება სრულდება და ირთვება დამხმარე კუნთები. რომელთაც ეს მოძრაობა არაა გათვლილი მათზე. ეს მიმართულება მოძრაობის ხდება მათი გადაძაბვა, ამის მოდუნება. აი ხა ჩვენ ერთ მოძრაობა რო ვაკეთებიოთ, ჩვენ ვამუშავებთ დამხმარეებს. კი, რაღაც მომენტში დამხმარეების გამოშვება გვიუნჯობესებს მდგომარეობას. მაგრამ ეს არის არამყარი სისტემა, მუშაობს არაენერგოეფექტურად. დამხმარე კუნთები. და ოდნავ ცოტა დამატებით გაზდის, დაწვრთნის გაზდისას იწყება ამ სისტემის ჩამოშლა. და რატომ არის, რომ ადამიანი ჩვეულებრივ საქმიანობას აკეთებს, არაფერი არ ხდება, ცოტა ზედმეტად დაჯდა, ცოტა ზედმეტად რაღაც აწია. ეგრევე ეწყება ტკივილი. ერხემალში, სახსარში, სადაც გინდათ. ახლა იგივე შეეხება სახის კუნთებსაც. ანუ მოდი ვნახოთ ეს
კუნთები სწორად ფუნქციონირებენ, რამე სხვა ხო არა გვაქვს კიდე. ნუ არ შეიძლება მარტო სახე განიხილო, მარტო ეს მარჯვენა და მარცხენა ხელი განიხილო. ეს კუნთოვანი ჯაჭვი ყველაფერი კავშირშია. უმნიშვნელოვანესია საფეთქლის ქვედაყრის აღსარე. სახის ასიმეტრიას, როგორც გითხარით, ერთ-ერთი წამყვანი ზონა ის განსაზღვრავს მისას. ანუ თუ ეს ყველაფერი გათვალისწინებულია და ურიანის უყურებს როგორც ერთიანს და არა ცალ-ცალკე, აი სახის მასაჟისტი და მარჯვენა ფეხის მასაჟისტი. ნუ ხო წარმოუდგენელია. თითქოს, მაგრამ რეალურად ეგრე ხდება, ხო? ეგრეა. სახე რახან არის, სახის მასაჟი ვისწავლეთ და ეგრეა. არა, ეს ერთიანად უნდა იყოს განიხილული. კი ბატონო, თუ სხვა რამ პროცედურასაც გადის ადამიანი და მჭირდება სახის მასაჟის, სხვაც უკვე ლაგდება, დამატებით გამოვიყენებ ამ ოფციას, რატომაც არა. მაგრამ ეს იყოს წამყვანი კურნალობაში. ცოტა ანუ ის კრიტიკას გამოვიძვება. კი, არანაირი კრიტიკა არ იქნება. არა, იყოს. უნდა გაიგონ და აუცილებლად უნდა ესმოდეს მაყურებელს რა არის რეალური და რა არა. უბრალოდ მე მაინტერესებს კიდე რა. ბრუქსისთან დაკავშირებით ძალიან ბევრს აქვს ეგ პრობლემა. ჩემთანაც პაციენტები რომ მოდიან და რაღაც ძალიან ბევრს აქვს ეს პრობლემა. რა შეიძლება ამ შემთხვევაში და არსებობს მუშაობა ამ სახსარზე, ამ კუნთებზე მუშაობა არსებობს. არსებობს, უკვე ჩვენ მუშაობთ ამაზე, გამოყენებით კინეზიოლოგიით, ოსტეოპათიური ტექნიკებით. დარწმუნებით ალღოვანი თერაპია ძალიან კარგად მუშაობს. კარგად მუშაობს, ანუ. კი. პირადად მე მაქვს ჩატარებული რამდენჯერმე ჩემ თავზე. დარწმუნებით. ალღოვანი. ეს მუშაობს ეგ. და არის კიდე ნუ ყოველდღიური პროცედურები ამ კუნთის დამუშავების. კუნთის დამუშავების. კი, რელაქსაციის ტრიგერის დაშლას. და რა თქმა უნდა, მე მუშაობ თელ ორგანიზაციას, პოულობ კიდე სხვა მიზეზებსაც პარალელურად. იმიტომ მარტო ამაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, ამიტომ ყოველთვის სპეციალისტს უნდა მიმართოს პაციენტმა. ხო, ცოტა რთულია. თვითმკურნალობა არ არის. თვითმკურნალობა არ არის, ისე თვითმკურნალობა ჩვენ იმდენად აი სოციალური ხა ძალიან თქვენ ამასინათ იმდენად გავსებულია აი ამ მეთოდებით ჩემთანაც პაციენტი რომ მოდის ნუ ასე ვთქვათ გავლილი აქვს სოციალის თვითმკურნალობები და ისინი და იციან ეს გვარებით უკვე მათგან მეც ვისწავლე მათი გვარები ყველას მას უყურებს იქა არ არის ეს ყოველთვის ის არ ვიცით ის რანდომი სპეციალისტია მეც ვერ გვედავ რაღაცა ვიცი მაგრამ სოციალში მიდის რამდენიმე ვარჯიში რომელიც მაგალითად წერფების ვარჯიში შემიძლია ყველას ურჩიო და ამის დამუშავებას ვერ ურჩიო ყველას იმიტომ რომ ჩემი პაციენტების 60-65%-ს აქვს ეს პრობლემა. კი, საკმაოდ ბევრია. წერფების პრობლემას ყველას აქვს ის თამამად შემიძლია ურჩიო პრაქტიკულად უსაფრთხოა და ვერავის ვერ დავაზიანებ და ამით ნუ არ ვიცი შეიძლება. კი, ბევრი არის. თუ რატო უნდა აკეთოს. ამიტომ ის არის ის ყველაფერს დებენ ხა მე რომ დამჭირდა ელემენტარულად რაღაცა ბურთებზე მინდოდა ვარჯიში. გამეგო მიხვდი რომ იქ აზე არ ქონდა 1500-მდე არის ვარჯიში რაღაც რომ დავთვალე შეუძლებელია ადამიანმა გააკეთა და ზოგი ესეთი პოზა იყო იმას ვერ იზამდა უბრალოდ იზა საქმე არ ქონდა მოიგონა დადო ვიღაცას მოეწონა აკრობატიკა იქ მაგრამ რეალურად ეს არ არის მომიწია რამდენიმე წიგნის საკითხვა და მიხსი რაკეთან არის 5-7 სავარჯიშო მეტი არაფერი რომელიც არის აი ტოპ აი 5-7 სავარჯიშო რო გააკეთოთ და დაუდოთ ამ კატეგორიით ჩვენ ხალხს აი უყუროს იმიტომ რომ არ ჯობია მაინც ჩვენ ესე გავდივართ რომ ეს ვარჯიში თითქოს არაფერი არის ეს არის ბალანს ბურთებზე შვეიცარიულ ბურთებს ეძახიან კიდე იმაზე ვარჯიშები თითქოს არაფერი არ არის ხო რა უნდა ამას ახლა სიტყვიათ აღწერთ მაგრამ არ არის ეგრე რთულია ძალიან მაგას ჯობია რომ ერთხელ აჩვენოს რეაბილიტოლოგმა აი ეს სწორად დაუყენოს ეს ბალანსი რა უნდა გააკეთოს არა ზოგი არის ადამიანი ადვილად ხვდება და ძალიან კარგადაც ისწავლეს წინიდანაც. მაგრამ ზოგს ჭირდება მაინც. ამიტომ ესე პირდაპირ საჯარო სივრცეში ამის რეკომენდაციის გაცემას ვერ ვეტავ. ვერ ვაკეთებ. მაინც მე მგონი ეს ინტერნეტ სივრცე რამდენადაც წინ მიდის და კარგია, მეორეს მხრივ დამღუპველი არის, იმიტომ რომ კრიტიკულად უნდა ვიყურო ყველა. ხო. ძალიან ბევრი პრობლემებია. კი, აი იგივე სახის ვარჯიშებზე მოახსენე, ხო მე ხშირად ხდება ხოლმე ყოველი მეორე ბატონი, რომელიც თქვა ასწავლის აი ხვირტუჩის ნაოჭი, ვისაც აქვს რა ვარჯიშები გააკეთოს სახის, რომ ეს ნელ-ნელა
გაუქრას და შემდეგ აჩვენებს შედეგებს და ბევრი არა რა არის გასაკვირი დღესაც ლეღვის იმას ხმარობენ ხო რაღაცას კი ბატონო ხმარობენ მაინც დღემდე ხმარობენ კი და მერე არის რომ აი ნებისმიერ ინექციას ეხლა ეს ინექცია ინდივიდუალურია და თავად უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა მაგრამ აი ინექციის ჯობია რომ შენი ვარჯიშით გაიქრო ცხვირტუჩის ნაოჭი და მე სუმა კითხვა რომ ბრალოდ ვერ შეიგნო კაცობრიობამ რომ ნაოჭით იბადება ადამიანი ბავშვი იბადება ნაოჭიანი და ნაოჭი არ ქრება ესე რატო უნდა გაქრეს მე ეგეც არ მესმის ეს ნაოჭი აი ზუსტად ეგ არის აი აქ მოვდივართ უკვე ესთეტიკასთან ნახეთ რა არის ზოგჯერ გინახიათ ხო ნამუშევარია ეთყობა ძალიან ნამუშევარია საკმაოდ ახლა გადახდილია ეთყობა კი ბატონო ანუ ესთეტიკასთან არაფერი ახლო არ არის გეთანხმებით ყველა ერთ სახეზეა ნუ არა ახმა არა მაქვს ესთეტიკური ამის ნუ სიმშვენიერი ეს არ გამოვიდა ნუ იმიტომ რომ ამას უკან დგას არა მარტო ხო ვიზუალი ამის უკან დგას ძალიან უნებად მოგდის თავში რომ აი რას ფიქრობდა ამას რო აკეთებ თავში რა ედო ეს რო გააკეთა. რატო გააკეთა? ხო ბუნებრივია, ეს კითხვების გებადება და მე ავეს. ხო ძალიან შორსა თქ წოდე ვიღაცებს შეიძლება ეწყინოს. არა, რატო ეწყინოს მე მგონი დღესდღეობით 21 საუკუნეა და სპეციალისტები ყველა იმდენად შეცვლილები არიან ჩემი ჩათვლით და ყველა აბსოლუტურად რომ იბრძვის იმისთვის ბუნებრიობა მოვიდა უფრო ასე ვთქვათ ტენდენციური გახდა ბუნებრივი სილამაზე მე ცოტა ვერ ხვდები რა არის ეს ბუნებრივი სილამაზე როგორ აღიქვავენ მაგრამ ბევრი რამე ცვლილებები ანუ მიხვდნენ რომ ამდენი ჩარევა იწევს უკუს ბევრი ყოფილა გართულებას თუმცა ალბათ ეს ის პერიოდია, როდესაც აი ეს მიმართულება ისახებოდა ბევრგან, ჩვენ გვინახია ეს არის ალბათ იქაც ყველგან არა მარტო ჩვენგანაზე. ყოველ აწლეულშია ეგ პრობლემა. სხვადასხვა დონის სპეციალისტები აკეთებენ ამას ამდენი ზგინად და ნუ შედეგებსაც ვღებულობთ. შეიძლება ნუ დღეს უკეთესად აკეთებენ ამას. თუმცა არ ვიცი. არიან ძალიან პირდაპირ ბუყოლოდ სახეზეა ეს ყველაფერი. სახეზეა გადაჭარბებული, ვისაც ალბათ არ ვიცი ეს თვითონ ადამიანისგანაა დამოკიდებული, ვინც არის ის პაციენტია თუ კლიენტი და სპეციალისტზე, მაგრამ ისე ძალიან ბევრი კაი სპეციალისტი ყავს ჩვენს სფეროში. ძალიან ბევრი. მართლა დაიფროს არ გყავთ. ხო, აი მაგით ვარ ბედნიერი, რომ არიან ძალიან ბევრი და თაობა მოდის ახალგაზრდები, ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტები. მაგათ ჩემი აზრით მაგასე კარგი რაში გამოიხატება ესეთ. აი ქუჩაში რო ვერ დავინახავ მაგათ ამიშოვარს. აი, კი ბატონო, გეთანხმებით. სხვათა შორის ბევრი უკვე აზროვნებს ესე. ძალიან ბევრი ბატონო დავით და რა ვიცი იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნახოთ. აი ვარჯიშებზე თქვით და მაინტერესებს ფიზიკური, მაინდა ვარჯიში რო არ ვთქვათ და ბევრ ქალს შეიძლება აქვს ან მამაკაც სურვილი ვარჯიშს, მაგრამ არ უნდა იგივე სავარჯიშო დარბაზში შესვლა და აი რამდენად მნიშვნელოვანია მე მაინც ქალებზე გავაკეთებ აქცენტს ფიზიკური აქტივობა ქალის ორგანიზმისთვის და რაღაცა ასაკიდან თუ არის რაც აი პირდაპირ ეუბნებით რომ აუცილებელია რაღაც კონკრეტული ასაკიდან რომ მისი სხეული იყოს რაღაც დღის რაღაც მონაკვეთში ტონუსში ანუ ან ივარჯიშოს იაროს იმდენ ჩვენ ხშირად გვესმის რომ აუცილებელი არის ვარჯიში და ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი მაგრამ არ ვიცით ხოლმე ზუსტად რატომ ხა იმიტომ რომ ასოცირდება სიგამხდრესთან მაგის გარეშე არ დავამატეს ეს ტრიადას ვეძახი რა დადი ვარჯიში წონა დაიკელი და ღერძე დაიკიდე ყველაფერი კარგად იქნება ну აი ვარჯიში რა ვარჯიში ის ვარჯიში ეხლა უყუროთ მოდით ეგრე ვთქვათ აი ცურვა წადი იცურავე ცხოვრობ ისეთ ქალაქში სადაც მე არ მაქვს აუზი რა ვქან დავიღუპე არა ხო მე ჩემთვის მაგალითად არ არის ახლა მისაღები აუზი წავიდე 4 საათი დღეში დავარგო მაგრამ მე მირჩევნია მივიდე სახში პატარა ზონა მოვიწყო სავარჯიშო იქ ვივარჯიშო დილობით ან არა და სახში ვერ ვივარჯიშებ იმიტომ რომ იმდენი საქმე მაქვს რომ სახში არ შემიძლია ჩემთვის აგერ უფრო მოსხერხება დარბაზში წავიდე ან საერთოდ არ მივას ეს ვარჯიში
არა ვარ მიჩვეული, ჩემს სტილში არ არის. რა ვქნა? კი ბატონო, გამოსავალი. რა არის გამოსავალი? ყველაზე идеალური სიარული? სიარული, სწორად სიარული. ანუ რა ხდება სიარულის დროს და რას ნიშნავს სწორად სიარული? რა არის? გაიგეთ. აი რა არის? მე მაგალითად მიყვარს სიარული და არ ვიცი რა. ბევრჯერ გამიგია, რომ ეს სიარული არის ძალიან აუცილებლის გარდა უნიკალური ვარჯიში. აი რა ხდება სიარულის დროს? ამორტიზაცია მთელი ხერხემალი სუნთქავს. 25 წლის მერე როგორც გითხარით, დისკი გარანტირებულად აღარ მარაგდება სისხლით და დისკი იკვებება დიფუზიით. დიფუზიას ძალიან კარგად ხელს უწყობს მისი ეს რითმული მოძრაობები. ეს ხდება ყოველთვის სიარულისას ყველაზე კარგად. ეხლა სიარულისას როგორც გითხარით, ჩვენ ტვინს კუნთები დალაგებული აქვს ეს კუნთოვან ჯაჭვებად. აი ეს ჯაჭვები უნდა ფუნქციორდეს სწორად. ეს მოიცავს ჩვენ ორგანოების მუშაობასაც, სიარულისას სუნთქვასაც, იმიტომ სუნთქვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ სუნთქვასაც ის ქალბატონებში, ამაზე მე ცოტა მოგვიანებით გეტყვით უსათუოდ, იმიტომ რომ ეგ სერიოზული საკითხია. ეხლა არსებობს აზრი, რომ ქალის სუნთქვა, კაცის სუნთქვა. დავივიწყოთ. სუნთქვა არის სუნთქვა. რას ქვია? და აი ეს სწორად უნდა შესრულდეს ნაბიჯი, რომ თელმა ჯაჭვებმა იფუნქციონიროს და ტვინმა გამოიყენოს ეს კუნთები, იმ ჯაჭვის შემავალი კუნთები და არ დაივიწყოს ისინი. ჩვენ როგორ დავდივართ? და როგორ დავდივართ? ქართული სიარული როგორაა? გეწინწა. ჯიბეში ჩავიყოთ ხელებს. ეი ბატონო. ესე დავდივართ. ესე დავდივართ. ამ დროს ნაბიჯი, საპირისპირო ფეხი და საპირისპირო ხელი, სპირალური ჯაჭვი გერთვება. ეს არის სწორად სიარული. აბარა. ტემპი თქვენ არჩევთ. ტემპი იმის დამიხედეთ, როგორც თქვენ რაც გღლით, ჩქარი სიარული შევანელებ, ისიც გარჩნი, აღმართზე დადიხართ, აღმართზე, ეგ კარდიო ემატება აღმართზე თუ დადიხართ. თუ თქვათ გღლით, ნელა იარეთ, არა აუცილებელი. მაგრამ არის ოქროს წესი. რაც თქვენს იმას არ შვები. ეხლა ვამბობ, რომ კარგია სიარული. მაგრამ გავია, ათინავინოთ კივა. როგორაა კარგი, არ არის კარგი. აი ესე კი არ უნდა გავაკეთო, ესე კი ეს იმას ნიშნავს, რომ სიარული კი არ არის ცუდი. მე მაქვს რაღაც პრობლემა, რის გამოც მე ვერ დავდივარ. ამიტომ იმ პრობლემას უნდა მივხედო. კი არ უნდა გადავდო, დავაგროვო. და სხვათა შორის მე დაბერებას რას ვეძახი? გადააჭრელი პრობლემების დაგროვება. ორგანიზმის ხოროს კომპენსაციებით. რაღაც პრობლემა აქვს, დააკომპენსირა. შეექმნა მეორე პრობლემა, ისიც დააკომპენსირა. და ესე კომპენსაცია. მრავალსართულიანი კომპენსაცია. არც დავფიქრებულ ვარ ამაზე არასოდეს. და აი, თავარი იპოვა ეს კომპენსაციები და ნელ-ნელა აუწყო ორგანიზმს. რომ ყველაზე ენერგოეფექტურად მუშაობდეს. იგივე აი რაც მინდოდა ენერგოეფექტურობაზე სუნთქვა. სწორი სუნთქვა არის ის, როდესაც შენ სუნთქვისას მუცელი იბერება, ხო, ფილტვები გაიბერა და აწვა და მუცელიც გამოიბერა. ამოსუნთქვისას მუცელი პირიქით შემოდი. დაცალა ფილტვები. ხო. აი ეს არის სწორი სუნთქვა. ამის სწავლაც ადვილად შეიძლება დაიდათ ხელს. რამდენად ყოველ წუთს ეს არა, თავიდან ამას ეთხეს სწორად გადაიყვან. ამ სწორ პატენს ვაჩვენებ ტვინს. ის ხონად ვეღარ იზამს. ის ხონად ვეღარ იზამს. და რა ხდება არასწორი სუნთქვის დროს? ძალიან ბევრი რამე ცუდი. ორი მნიშვნელოვანი რომ უნდა ვისუნთქოთ. აი როგორ უნდა ვისუნთქოთ, ამაზე არ მე. ამაზე პირდაპირ შეიძლება აი ტანდეგობის დარღვევა, აი ვიზუალური დიაგნოსტიკა მოახდინო აი მით რომ ეს არასწორად სუნთქავს. ერთი რო უყურებ როგორ მაგრამ არასწორად სუნთქავს. დამატებითი. ნახეთ, როდესაც გუნკედეს მე საკეთებ დამატებითი კუნთები გერთვებათ სუნთქვაში. მათ შორის აი ეს კუნთები. ეს იჭმება. აი ეს. და იქით. იბოჭები. ამას აი კუნთები შეკუმშავს. მოყვება აი ეს. შენ ესე იწევით ეს ტიპი ხდება. აი როცა გცივა მაშინ ასე ხო ვაკეთებთ. ეს სხვა არის, ეს სხვა რაღაცა არის და გარდა ამისა, სუნთქვა არ არის მარტო დიაფრაგმა და ფილტვი გაიბერა. სუნთქვისა შინაგან ორგანოებშიაც ხდება. შინაგან ორგანოებსაც აქვს ყვება და მაგასაც ჭირდებათ მოძრაობა, სპეციფიური მოძრაობა. ისინი თავის მოძრაობებს აკეთებენ, აქვთ ეგრეთ წოდებული მოტილობა და სპეციფიური მოძრაობები. მაგრამ ამ დროსაც ეს ჭირდებათ, პომპაჟი ჭირდებათ, მათაც ჭირდებათ პომპაჟი. იმიტომ რომ უდიდესი ლიმფური სისტემა ნაწლავებში. ლიმფურ სისტემაში გადადის მთელი ჩვენი გასაგებია როგორ ხდება. ანუ ეს პომპაჟი ლიმფურ სისტემაში ჭირდება. ლიმფური სისტემა მდებარეობს დიაფრაგმის ხვრელთან. დიაფრაგმის მოძრაობა მას გუმშავს. ლიმფას არ აქვს გული. ის თვითინებით მოედინება. ოდნავ დაბრკოლებას თუ შეხვდა სადმე, ლიმფოსტაზი იწყება.
იმიტომ აქ ლიმფოდრენაჟული მასაჟი, საერთოდ ამასაც გავაჩერეთ ლიმფოდრენალური მასაჟი. აქ უნდა კარგად გავიცნობთ რომელ დონეზე არის ბლოკი. იმიტომ რომ გაკეთებ ზედა ბლოკები უნდა დახსნა და მე პერიფერია გახსნა. პერიფერია ამას ითვალისწინებს. ბლოკი სადმე აქვს ორგანოში სადმე და პერიფერიიდან ვიღებ. კარგს არაფერს არ დავამატებ იმ ორგანოს. მე ვერც გავიგებ ეს რა მოხდება, იმიტომ რომ მე ვერ დაუკავშირებ ამას, რომ ვიღასას ნაწლავი ატკივდა 2 თვის მერე ლიმფოდრენაჟულ მასაჟის მერე. არა და დაიწყო მოსლის შებერილობები, იმას ვერ უამრავი ადამიანი ვერ დაუკავშირებ, იმიტომ რომ ამ პერიოდში რაღაცას ყოველთვის შეჭამს. ზუსტად ლიმფოდრენაჟის მასაჟზეც მინდა შეგეკითხოთ ბატონ დავით, ძალიან მოდაშია ლიმფოდრენაჟის მასაჟის სახეზე. კი ბატონო. და რამდენად მეკითხვა მაქვს, თუ კი ჰაიმორის ღრუში ან სადმე არსებობს ანთებითი პროცესი და ჩირქი, რამდენად მიზანშეწონილია მისი გაკეთება. ალბათ ჩირქოვანი პროცესი დროს მასაჟი საერთოდ არ იქნება იზოლირებული, მაგრამ ეხლა კარგად წარმოვიდგინოთ, საიდან თავის და სახიდან სად მიდის ლიმფა. აი ამათო წარმოვიდგინეთ, რომელ სადინით საჩაედინება. მარჯვენა სადინით შედის აი ეს თავი და ზედა კვადრანტი მარჯვენა სადინით შედის ვენურ კუთხეში აქ. თუ მე მაქვს რაღაცის გამო ისევ არასწორი მოძრაობის, ისევ ეს კუნთები ესე წამომივიდა, არასწორად სუნთქავ. რაღაცა ჩემთან არასწორად მუშაობს. დაძებული მაქვს აქ ზონა. მაქვს პასიური დაჭიმულობები. რაც ხელს უშლის მიდინებას, ჩადინებას ამ სადინარში. ეს რა ვაკეთო აქ? მიშველის ალბათ ეს უნდა გავხსნა. და ეს რო გავხსნა. აი სახე მიშუპებდა, ეს რო გავხსნა. შეიძლება, იმიტომ რომ ეს კუნთები შედის ჯაშვი, წინა ჯაშვი, რომელიც დაკავშირებულია წერთან. ამ თუ გინდა სახის შეშუპებით რომ მოგიხსნა, მე წერებზე უნდა ვიმუშაო. სიტყვაზე, ეს ერთ-ერთი ვარიანტს ყვები. ან ყველაფერი კავშირშია, შეუძლებელია. არა, წყალში არ არის ჩაყრილი. ეს არის უბრალოდ რეალური. ფართეთ რო შეხედოთ. აი მიდგომაზე რო ვიფიქროთ, რომ ესე შევხედოთ, ეს არ არის ლოკალური პრობლემა. კინეზოლოგია თვითონ ოსტეოპათიას ძალიან ისეთ უყურებს რას. მაქვს პრობლემა აქ, მაგრამ მიზეზი ყოველთვის სხვაგან არის. ის შედეგია, ის კომპენსაცია. ის რაღაცის კომპენსაცია, ის რაღაცა უნდა ვიპოვოს დავალაგო, რომ ეს კომპენსაცია მომეხსნას. აი თუნდაც აი რა სახეზე ვაკეთებ 1000 მასას და ამ დროს ეს ამაკ დაბლოკილი, სადინარი. სადინარი თუ არ გავხსენი. და თუ გავხსენი, შეიძლება მაგაც არაფერი არ გადამჭირდეს. ხო, აი ნუ ძალიან საინტერესო თქვენ ამბობთ, ნევროლოგია არაფერი შუაში არ არის. ნევროლოგია შუაში კი არა, თავშია. მე ჯერ არ მისვლა, რომ ამას ყველაფერს თავის ტვინი განაგებს და თავის ტვინს უნდა ასწავლო მერე. რომ დაინახოს ეს ჩართული ტონუსიანი კუნთი, რომ გამოიყენოს, დააზრას, სწორად ამუშავოს. აი იმისთვის მინდა გამეორებითი ვარჯიშები მერე. აი იმისთვის უფრო კარგია. ეხლა იმიტომ რომ ადამიანს რო გატკივდა, მოვიდა პროფილაქტიკურად უნდა ვარჯიში. ვარჯიში რა თქმა უნდა, კუნთოვანი მასა გაზარდოს და სპორტი რა. არა, რომ იყოს ჯანმრთელად შეინარჩუნოს. ოდნა, კუნთოვანი მასაზე თუ ვიფიქროთ, გაზარდოს გააშენა რა ასაკის არის და რატომ ყოველთვის რეაბილიტაცია უნდა იყოს, იმიტომ რომ შევაფასო რა მდგომარეობა, რა შემილია მიმაღწიო და რა მინდა რომ მიმაღწიო. და ეს უნდა დაიწყო ამაზე მუშაობა. ასევე, აი ეს შეფასება უნდა მოხდეს. და რა ვთქვათ, დავინახე რაღაცა მიმაღწი და ეგ ამასაჟებ. უნდა იყოს მიზეზი, ახ რატომ ამაკ. ეს არის კი მიზეზი მთავარი, თუ სხვაგან არის და მოდი სხვაგან მოძებნოთ, ჯერ დავალებოთ. იქნებ ეს აღარ დამჭირდეს. ხო. იგივე, აი თქვათ. საინტერესო თემა არის, შენ კიდე კითხვის ნიშანი გქონდა. ხო, აი იგივე, ნუ ანდეგობასაც აი ტრიგერული წერტილები გაგიგიათ, ხო? კი. ფიბრომიალგიას ეძახიან. რატო იქნება ეს ტრიგერული წერტილი? მოდუნებულ კუნთში, იმიტომ რომ სხვა არის მოსპასმული. მოდი მოდუნებულ კუნთს მიზეს ვიპოვე. შეიძლება გავხსნა ეს ტრიგერი. თუ არა და მე დავამუშავებ ადგილობრივად. ეს უკვე სხვა მიდგომაა და ეს რა ვიცი, ანდრე კომპლექსური მიდგომას ეძახიან ჰოლისტიკური მედიცინა. ერთიანად უყურებ ამას ყველაფერს. ემოციას, ბიოქიმიას, სტრუქტურას. უფრო სხვანაირად ღებულობ შედეგსაც. უფრო საინტერესო ხდება. და უფრო ახმა ადამიანის ერთიანი ახმის. უფრო გაძლევს საშუალებას, რომ ახაც ერთ ტუპიკში არის შეხვიდე რა ერთი აღიზკეთებით. აი ემოციას რამხელა ძალა აქვს, ხომ ხედავ და მე ძალიან დიდი და მე მგონი
ბოღმიანი არ უნდა იყოს ადამიანი რო არ დაბერდეს. კი. ეგ არის მთელი მიზეზი. აი ზოგჯერ რაც ჩვენ ჩამოთვალეთ აი პროცედურას, 1-2 კაი ანეკდოტის მოყვა დღეში ჯობია. ძალიან საინტერესოა. აი ძალიან საინტერესო თემა, არ ვიცი. აი სიარულს ისევ სიარულს მინდა რომ მიუბრუნდეთ და თქვენ ახსენეთ რომ ანუ სწორად სიარული იმისთვის რომ კუნთები მოძრაობდეს და როგორც თქვით ასევე იყოს ტვინს მისცეს სიგნალი რომ ყველა ეს კუნთანი ჯაჭების მუშაობს გამოიყენება. კი, ტონო და ასევე ახსენეთ სუნთქვა. სუნთქვა, რომ უნდა ვიცოდეთ სწორი სუნთქვა. აი ისევ ფიზიკურ აქტივობას რომ მიუბრუნდეთ. ყოველდღიური ფეხით სეირნობა არის თქვათ ჩვენ ჯანმრთელობის საწინდარი და რაღაცა ხანგრძლივობა უნდა კონდეს ამას რომ ინდივიდუალურად ასაკის და შესაძლებლობის მიხედვითაც რა თქმა უნდა, მაგრამ კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია აქ. სადვილი მე. თუ აღმაშენების პროცესზე სეირნობთ არა, მან ჯობი არ გაიარო. ჯობი არ გაიარო. სუბთაჰარი, სადაც პარკი რაღაც, აი, რა თქმა უნდა, ამასაც იმიტომ, ამ სუნთქვაში და ამ დამწვითვაში, ამ გარბენაში იქნება თუ რაც იქნება, უფრო მეტ იმ ტოქსინს შეისუნთქავთ. და იმ თვერს. აქაც უნდა გავითვალისწინოთ სად. ეხლა ეგეც არ არის ყველგან სამწუხაროდ ამდენი პარკიც არ არის, რომ გაისეირნო და ხო, მაგრამ სულ მოძრაობას და ისევ იმ ქუჩაზე ყოფნას, ქუჩაზე გავლა ჯობი. ნამდვილად ჯობია. ხო, სიარული, რა არის ძალიან რთულია შეაფასო. ეს ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის ვეძახი. ადამიანის შესაძლებლობაზე. ჩვენთან პაციენტად მოდიანდებით. და ზოგს შეიძლება ადამიანი თავისუფლად 5 კილომეტრს გადის დღეში და ეს მისთვის ნორმაა და უხარეთ კარგადაც არის და გავუმარჯოს. მაგრამ ზოგისთვის 500 მეტრის გალას პრობლემაა. კი ბატონო. მარაფერი. 500 პრობლემაა, 400 გავიაროთ. ვიმუშაოთ, გავждით. დოგმა არ არსებობს ასეთი. ხო, გაზდია რა. ხო. ხარ შეიძლება 50 წლის მამაკაცი მოგივიდო, ქალბატონზე ვსაუბრობ, ქალბატონი მოგივიდო და დავაწყებიო სიმძიმეების. და იგივე მამაკაცი თუ 50 წლის მამაკაცი მოვიდა, რომელსაც მანამდე არ უცხოვრია სპორტულად, არ ქონია არანაირი. საერთოდ არ არის ესე მარტივად, ანუ მისი სისტემის გულსიზრდელის სისტემა შეაფასო პირველ რიგში. ხო, ძლევს ეს კი, ას? დადვერთვას. კი, არის იმისთვის, ну ეს არ შევაფასო, მაგრამ მისი ორგანიზმი მზად არის ამისთვის, აქ ეს რესურსი, რომ დატვირთვა აიტანოს. ამიტომ კუნთებს ულაგებთ, ჩვენ მარტივად ვალაგებთ კუნთებს და ელემენტარულ ვარჯიშებს ვასწავლეთ. არის ვარჯიშები, რომელსაც არ ჭირდება დიდი დატვირთვა. მაგალითად ეს არის ბალანსზე აგებული ვარჯიშები. ჩვენ გვაქვს ტონური კუნთები, რომელიც მუდმივ ტონოში არიან და ჩვენ სკოლას იჭერენ. და არის მამოძრავებელი. ხო, ეგრე. და აი ტონური კუნთების გავარჯიშება ძალიან კარგად ხდება ბალანსის ვარჯიშისას. ამას დიდი ძალისხმევა ჭირდება, იქ რაც ვთქვით, დიდი ბურთები, ბალანს ბურთები, თუნდაც რო იჯდეთ. ზოგიერთი ამას ხმარობს როგორც კომპიუტერის გამს. სამუშაოს ამათ თან ვარჯიშია, თან მუშაობ. და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში, როცა ამ ბურთს დაბძანეთ იმ ბურთზე ერთხელ. და აი ესე თუ შეძლებ დაждდომას, მერენარ. აი ესე შეძლებ დაждდომას. ვერა. გამართულად ვარ და შანსი არა. ვერ დაეჭერ წონასწორობას. თუნდაც ერთი ფეხი აწიოს და ერთი ფეხის ფერზე იწევ და უკვე წონასწორობას იჭერეთ. ძალაუნებურად აი ესეთ ხდებათ. საინტერესოა ძალიან. ძალიან საინტერესო. ისეთი შეიძლება მის თქმა მინდა ვარჯიში ყველა ჩვენ ატომას მიგვაჩნია რაღაც დიდი ინსტრუმენტები და რაღაც არაფერი. ელემენტარულად აი ბურთზე ჯდომას ვარჯიში. თუნდაც საფეხზე დგომაც. თუნდაც პირის გახეთის დროს საფეხზე დგომას უკვე ვარჯიშია, ბალანსია, ბალანსის კი. ბალანსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ესე იგი ჩვენი ძალიან. ოღონდ ამისთვის ეს კონტუვანი ჯაჭვები სწორად უნდა ფუნქციონირდეს. ჩვენ ჯერ ვთავთ, მერე გადაყვას ვარჯიშებს. და ბატონ დავით, არის რამე ისეთი ელემენტარული ვარჯიში, რომელიც აი თქვათ ელემენტარ ქალბატონი, მამაკაცი, ბავშვი არ აქვს ნიშნავს, რომ გააკეთოს, აი ეს ელემენტარული, აი თვითონვე რამე ისეთი ვარჯიშები, როდესაც კომპიუტერთან ზის აქტიურად ან მუშაობს. დაერ გამოიეროს. არსებობს ერთი ეგრეთ წოდებული აი
პოზებია, ეს არის კვანძოვანი საკვანძო პოზა დაარქვით, როგორც გინათ. აი ესეთი ვარ, ხო? ხო, აი ეს ქრონიკულია. მე კონცეპტს ვავარჯიშებ, მაგრამ მეორე მე ეს წვინში თუ არ გადავრცე, წვინში დისტარტი თუ არ მივეს, წვინს თუ არ ვაჩვენე სწორი მოძრაობა, ის ისევ იმ ძველს პატენს დაუბრუნდება. რომ დაიმახსოვროს. დავამახსოვრო. ამიტომ ნახეთ რას ვაკეთებ. ნიკაპი ავწიე ზემოთ. და შევწიე. კენით. ვერ დაждები მოხრილი, სწორდები, ძალაუნებურად. გასწორდით ხო წელში. კი. აი ესე დამდგარზე შეგიძლიათ გააკეთოთ და აი ეს დამასწორებული პოზიცია. ამ დამასწორებული პოზიციაა, თუ უკვე ავარჯიშებს ტვინს სწორ პოზაში სიარულში. გავაკეთოთ. ელემენტარული. ეს ყველაზე თქვათ უსაფრთხო, მაგრამ თუ ამ დროსაც გეტკინათ, ესე იგი თქვენი ორგანიზმი რაღაცაში ვერ ფუნქციონირებს. ახლა ხელმას უჭირს აი ამ პოზას ვერ იჭერს და ეს პოზა უკვე კომპენსაციაა. ანუ კომპენსაცია რა არის? ეს არის ორგანიზმის მოსახერხებელი სიტუაცია. მე ესე ვერ ვაკეთებ, ამიტომ ესე გავაკეთებ. მაგრამ ჩემთვის ვიზუალურად ეს სიგნალია, რომ რაღაცა ეს კომპენსაცია და პრობლემაა. მიხედავდია. მაგრამ თუ ეს გვიანაა და ამას კიდე სხვების დაემატა, ამას დავარქვენ უკვე სიბერეს, კი ნახერხემლის. აი მივედით სიბერემდე. კი, რაღაც მინდა რომ რაღაც შეჯამებასავით გამოგვივიდეს სიბერეს დავარქმევთ თქვით და მე ხშირად მინახავს და სმენია კიდეც რომ რაღაც ასაკში თითქოს ხალი რომელიც იყო მაღალი, გამართული ესეთი მე თითქოს უფრო თითქოს ესე ხო, მამაკაცები ხოლმე მამაკაცის გასო. არა, თქვენ ჯერ ძალიან ადრე მგონი უფრო მცირედი გამხდარა თითქოს ზომაში მაღალი დაპატარავებულა. მამაკაცებშიც არის ეს და ასევე მინახავს რომ ასაკთან ერთად სახესე ფორმები იცვლება კი გადიდებიათ ცხვირი, ური და აი ეს პირველ რიგში ფიზიკურობაზე რო გავაკეთოთ აქცენტი რა შეიძლება რაღაცით რომ გადავავადოთ ან არ დაგვემართოს როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს არ დავპატარავდეთ ნელ-ნელა როგორც ეს ახლა ჩვენ ოსტეოხონდროზი რა დისკების პრობლემა არის ის ნელ-ნელა ჯდება კი ახლა დისკი თითო მილიმეტრი რო დააკლო თითო დისკს მივიღებს დავპატარავდეთ სანტიმეტრამდე მივიღებს როგორ უნდა ვეცოლოთ ამას თუ შეიძლება დისკის კვება ხდება მეორე დისკის კვება ხდება დიფუზიით დიფუზია ოპტიმალურად სრულდება მისი რითმული მოძრაობისას ეგრეთ წოდებული პომპაჟისას რაც ხდება სიარულის ანუ ისე ფიზიკური აქტივობა მე თუ ლოგინზე ვიწექით სულ ვიჯექი არაფერი არ მოხდება მსგავსი გარდა იმისა მე ახეთ თუ რაღაცა ხდება და მე ნელ-ნელა ვიხრები მოვდუმდი უკვე დავპატარავდი ხო დავპატარავდი ხო სიმაღლეში ანუ ისევ შემილია მე ტანდეგობა ისევ არის მაგრამ ისევ მიზეზი უნდა უპოვო რატომ მოხდა ეს თუ მე ეს დამიმოხდა ესე წამომივიდა თავი ეს არ არის მარტო იმის ბრალი რომ მე კომპიუტერში ვარ ჩამზრალი და ან ხერხემლის ხო ეს მოხდა კუნთების ეგრეთ წოდებული ზედაჯვარედინის სინდრომი ეს მოხდა კუნთების არასწორი მუშაობის გამო და ეს მაპროვოცირებელი ფაქტორია ეს მიმყარებს ამ პოზას ჩემ ტვინს ახალ სტერეოტიპს იქნებს რომ მე ესეთი ვიყო მასიურად ეგ არის ეხლა აქ ორი გზა უნდა იყოს აქ მიზეზის უნდა იპოვო და აქედანაც გამორთვა მოვახდინოთ ამ ძველი სტერეოტიპის შეცვლა ახლით ანუ ამას რთულია, იმიტომ რომ აქ თვითონ ადამიანის პასუხისმგებლობა, ადამიანის ჩართულობა აქვს. ანუ ყოველდღიური სახში დავალება ის არ არის, რომ ვთქვათ, წახვალ 15 წუთი ვარჯიშებ და ივლი. არა, აი რომ ვზივარ, ხო? ხშირად გავსწორდ. გავიხსენო აი ეს უნდა გავუწიო. ანუ ინტელექტუალური ბრძოლა მიდის. ხო, იმიტომ ჩვენ მიჩვეულებათ, რომ მოდი ტაბლეტი მომეცი, რომ მე კარგად ვიყო. ხო. ინტელექტუალური ბრძოლა არის. არ მაქვს ეგეთი ტაბლეტი. არის ეგ ჩვენ თითოეული შრომა. ამასაც არ მოსწონთ იმას მივიღებთ ახლა. ნუ ვიღაცას ესე უღირს, არ აინტერესებს. და ვიღაცას ორგანიზმი ყოფნის ჯანმრთელობა არაფერი არ ატკივა და ხა მოიხარა, არ მოიხარა, არ აინტერესებს. და ცხოვრობს და ბედნიერად ცხოვრობს. შეიძლება უფრო ბედნიერია ვიღაცას ეს აინტერესებს და ნახევარ დღეს ამაზე ხარჯავს და უკეთეს ვერაფერს აკეთებს. ეგეც რეალური არის. ეგეც რეალურია.
ოსტეოპოროზი შეგვიძლია რომ თავიდან ავიცილოთ მუდმივად ოსტეოპოროზ ეხლა თუ ეს არის გამოწვეული მედიკამენტური ან სხვა რა თქმა უნდა კი მაგრამ მით უმეტეს ქალბატონებში ეს არის პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი ეს ჩვეულებრივად მიმდინარე პროცესია მაგრამ მართვადია თანამედროვე პრეპარატებით ეს არის მართვადი ოსტეოპოროზი გეწოდებული ჩუმი ეპიდემია და ასე შემდეგ რითია საშიში ოსტეოპოროზი რითია მოტეხილობით იყოს ოსტეოპოროზი კაცში მაგრამ ეს სიტყვა არ იცოდა ცხოვრობდა არ წყდებოდა არაფერი ჩვეულებრივად ხო ვერც გაიგებ შეიძლება ცხოვრება ესე ცხოვრებ ის ნაკლებად იწვევს ტკივილს იწვევს როცა მოტეხილობა იქნება მოტეხილობა არის ყველაზე პრობლემატური მოტეხილობა ბარძაკის ყელი ბარძაკის და მალების მოტეხილობა ამათი აცილება შეიძლება მოტეხილობის რისკის შემცირება შეიძლება როგორც თვითონ პროცესზე მოქმედებით მედიკამენტურ ზემოქმედებით ასევე ტრავმატიზაციის რისკით ეს ორი მიმართულება ანუ თუ ტრამას არ მივიღებ ეს არ მომწყდება თქმა უნდა მაგრამ ტრამის გარეშეც მინახია დახოლებაზე მოტეხილი მალა რა დონეზეა იქ ხო ნუ ეს ოპერაცია თუ დავადგინეთ და ამიტომ კონტროლი მეტი არაფერი არის რაღაც გარკვეული ასაკი და იმ ასაკის მერე კონტროლი არის ხელოვნური მენოპაუზა გახშირებულია რაღაც ხდება ესეთი ნაადრევი ხელოვნური მენოპაუზები ვიცით რომ მაქვს ვიცი რომ რის ჯგუფში ვარ თუ ყვები რის ჯგუფში ვაკეთებ კონტროლს დენსიმეტრია და მურჩა მე უკვე მართვადია არა ესაში ან დღეს უკვე შეგვიძლია ეს თავიდან ავიცილოთ და პრევენციული ზომებიც პოროს ვერ ავიცილოთ მოტეხილობები კი რომ შევამციროთ მისი პროგრესირება, გავზარდოთ ძვლის სიმკვრივე კუნალობაზე, ახლა მე მინახავს, რომ კუნალობის პერიოდში ძვლის სიმკვრივე იზრდება. რატომაც არ? რას უსურვებთ ჩვენ მაყურებლებს და რას ურჩევთ? დამსვენელი. ჯანმრთელობა. ამის ფასი არაფერი არ არის. ოღონდ ჯანმოს განმარტებით. ჯანმრთელობა ეს არის ფიზიკური, სულიერი და მატერიალური კეთილდღეობა. გავდივართ გეთანხმებით. აი მას უსურვებდი ჩვენ მაყურებლებს. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო. აი იმდენად საინტერესო იყო. ბევრი რაღაცა გავიგე მე პირადად. ისეთი საინტერესო იყო. საინტერესო აი ძალიან კაი ძალიან გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი და დაელოდეთ რიგით მერვე ეპიზოდს.